9-თვიანი სასამართლო დასრულებულია. ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 ადამიანი მოსამართლემ დამნაშავეებად ცნო და 11-ვე ციხეში გაუშვა. თუმცა ნინო გალუსტაშვილმა წარდგენილი მძიმე მუხლი მსუბუქით გადააკვალიფიცირა და ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, ირაკლი ქერაშვილს, გიორგი ტერიშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რასაც წინასწარ პატიმრობაში ყოფნის 9-თვე გამოაკლდება. დეკემბრის ხმაურიან აქციებზე დაკავებულების ადვოკატები სასამართლოსგან ინდივიდუალურ შეფასებას ითხოვდნენ. 11-ვე დაკავებულისთვის ერთნაირი სასჯელი მათთვის არასამართლიანი აღმოჩნდა. წარმოუდგენელია, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ერთნაირად შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ძალიან სამწუხაროა, რომ მოსამართლემ თავი არ შეეწუხებინა, შეეფასებინა ინდივიდუალურად ყველას ქმედება და მინიმუმ ესე კაპიროკით გადაწერილივით არ ყოფილიყო მათი განაჩენები. ანდრო ჭიჭინაძის მოქმედების შედეგად არავინ დაზიანებულა, არავინ საფრთხე არ შექმნია და მეტიც ეს ვიდეო კადრები არის დამონტაჟებული. ბიჭები არიან სრულიად უდანაშაულოები, არიან მართლები და დღეს სრულად უნდა გამართლებულიყო თითოეული მათგანი წარდგენილ ბრალდებაში. პიროტექნიკისა და სხვადასხვა სახის ნივთების დამიზნებით სროლა, სამართალდამცველების შეურაცხყოფა, სხვისი ქონების დაზიანება ან განადგურება. ეს იმ კანონდარღვევათა ჩამონათვალია, რომლებსაც პროკურატურა დაკავებულებს ედავებოდა. განაჩენის გამოცხადებიდან მალევე უწყებამ ვიდეო მტკიცებულებები გამოაქვეყნა, სადაც 11-ვე მსჯავრდებული ფიგურირებს. საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალდება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობად გადაუკვალიფიცირა და 11 პირი დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. დეკემბრის აქციებზე დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ, თუმცა მას შემდეგ რაც მოსამართლემ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობით შეცვალა, 11-ვე მსჯავრდებულს სასჯელის ვადაც შეუმსუბუქდა.